მაგრამ ეს არ არის ეკლესიის ძალება. ეს არ არის ეკლესიის წელთა უმრავლესობის სულისკვეთება. თუ მედინოსთან შორის არაპროფესიონალი აღმოჩნდება და რამდენი წმინდა იმდენია და რამდენს მიუყენებია ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანი, თქვათ რომ მედიცინა არ არის საჭირო და მედიცინა დაუმარხოთ და გავანადგუროთ და ასე სხვა მრავალი დარგი ნებისმიერ ეკლესია არასოდეს არ ქადაგებდა და არ იქადაგებს სიძულვილსა და ფანატიზმს. ეკლესია ყოველთვის ქადაგებდა და იქადაგებს ორ მთავარ ცნებას. გიყვარდეს ღმერთი შენი, მთელი შენი სულით, გულით, გონებით და მთელი შენი ძალით და გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი. ეს არის ეკლესიის სიტყვა და აქედან მოუწოდებს ეკლესია თავის წევრებს და იმასაც ამბობს, რაც არის ცოდვა. არა იმიტომ, რომ მას სძულს ცოდვილი ადამიანი, რომ სძულდეს, მაშინ მარიამ ეგვიპტელი წმინდანი არ იქნებოდა. მაშინ მოსე შავი წმინდანი არ იქნებოდა. მაშინ ავაზაკს არ შეენდებოდა მისი ცოდვები. ეს არის ტყუილი, ვინც ამას ამბობს. ეკლესია ცხოვრების სიწმინდეს ქადაგებს იმიტომ, რომ სიწმინდისა და სისუფთავის გარეშე ვერ ხერხდება ღმერთთან ურთიერთობა. ვერ ხერხდება და ის მამები, რომლებიც მოღვაწეობდნენ არჩინად, მაგრამ ნაჭამ ნაცვამი შესულიყვნენ სათავსაცდელში. ეკლესია არ გრძალავს მოწყობილ პირდაპირ ამბობენ. რომ განეკითხავთ ის იმას, ვინც ჭამს და იმას, ვინც არ ჭამს. ამაში არ არის საწუნოები. თავარი საწუნოების ეს ჭირდება ჩვენ რათა განცმენდა მოხდეს ჩვენი ნებათაგან და განცმენდულ ჭურჭელში შემოვიდეს მადლი სულისა წმინდისა, რომელიც ადამიანს განამხობს და ადამიანს გახდის მსგავს ღმერთისა, არა ბუნებით, არამედ მადლით. და ასეთ ადამიანს შეუძლია ბედნიერების მოტანა მეორე ადამიანისათვის. ასეთ ადამიანს შეუძლია მშვენიერების შექმნა. ასეთ ადამიანს შეუძლია ზრუნვა სამყაროზე. იმიტომ რომ ნება ადამიანს სამწუხაროდ აღზრავს ცოდვისაკენ და ცოდვაში მყოფი ადამიანი თუ არ ინანიებს, არ ებრძვის ცოდვას, ის ემსგავსება პირუტყვს და უფრო უარეს ემსგავსება ეშმაკს. და ეკლესია ამისაგან აფრთხილებს, ამ მდგომარეობაში ჩავარდნისაგან აფრთხილებს ადამიანს. და თუ დღეს ვიღაცა შეიძლება სასულიერო პირი თავს ვერ იკავებს, მე ვიტყოდი რომ ეს თავშეუყარებლობა კი არ არის სიძულვილისაგან. ეს ზოგჯერ გამწარებული ადამიანის თავშეუყარებლობა არის. ისე როგორც ზოგჯერ
შობელი გაბრაზდება თავის შვილზე გამწარდება და დასჯის მას. იმიტომ რომ ხედავს, რომ მისი შვილი ჩაიდენს დიდ ბოროტებას ან დიდ სისულელეს და საკუთარ თავს ავნებს და თავის ირგვლივ ადამიანებსაც დააზიანებს. ეკლესია მზად არის მიიღოს ყველა ცოდვილი. მე სრული მასუხებლობით ვამბობ, რომ ყველა სასულიერო მზად არის მიიღოს აღსარება ყველაზე ცოდვილი ადამიანისა და შესაბამისად ეკლესიის სწავლებისა დააყენოს ეს ადამიანი აცნობილ გზაზე. დღეს ისაც ჩვენ უწოდებთ LGBT საზოგადოებას, ადამიანებს, რომლებიც ცოდვას ნორმის რანგში აპენდებენ. ეს ადამიანები ჩვენი შვილები არიან, ჩვენი დებინაცმები არიან, მაგრამ რაღაცა მოხდა მათ გონებაში, მათ სულში. ცოდვად ვერ აღიქვამენ, ვერ ხედავენ, არ იციან. შეიძლება ასე ასწავლეს, შეიძლება ასე გაზარდეს. ყველას ვეტყვით, რომ მზად ვართ მათი მიღებისათვის ქრისტეს ეკლესიის წინაშე. ისე როგორც ეკლესიის სწავლება სინამდვილით, ცოდვის დატევებით და მომავლის იმედით, რომ ღმერთი მათ შეუძლებს და ცხოვრებას არ მოაკლებს. ეს რომ არ გვყავს ეკლესია, მაშინ ის თავის ფუნქციას დაკარგავს და ვერ შეასრულებს. მაშინ ის ეკლესია არ იქნება. ის თუ გადავლა და ცოდვას გაამართლებს, მაშინ ქრისტეს ერთგული არ იქნება. თუ ის გადაიჭრა სიძულვილში, მაშინაც არ იქნება ის ქრისტეს ერთგული ეკლესია. ეკლესია არ შეიძლება იყოს არც შემცნარებელი ცოდვისა და არც მოძვლე ადამიანისა. ეკლესია როგორც ძალას მოსული პავლე, ჩვენი ბრძოლა არა სისხლსა და ხოცავი, არამედ ხაერის მცველთა, ანუ ეშმაკთა მიმართ, რომლებიც აცნობენ და უყავენ საცალ კაცობრიობას. ამიტომაც ყველას მინდა უთხრა, რომ ეკლესიის სულისკვეთება ყოველთვის არის სულისკვეთება ღვთის ერთგულებისა და მოყვასის სიყვარულისა. და გულში ჩავიკრა ყველა მონამებს და მისი ცოდვათა შენდობისათვის ყოველდღე ღმერთს შევიბრალებ. ამას ამბობს ეს ჩვენი პატრიარქი, ამას ამბობს ეს ჩვენი ეკლესია, ჩვენი სამღვდელოება. და უნდა ყოველივე გამოაჩინონ გონებას შეცვლილობად, შავბრნელობად. ჩამორჩენილობად. ამიტომაც ქრისტეს მიერ საყვარელო მინდა
გითხრათ, რომ უპირველეს ყოვლისა ამ ყველაფერში უნდა დავინახოთ ჩვენი არასრულყოფილება. ჩვენ ვიყავით წმინდანები, მრავალი ადამიანი ჩვენ სიტყვით სხვანაირი გახდნენ. ჩვენ ვიყავით ქრისტეს ერთგუნდის ერთმიწევრი, არა გარეგნულად, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ჩვენი სულისკვეთები და ჩვენი ცხოვრება შეიცვლება ჩვენ სიტყვით სამყარო შეიცვლებიან ადამიანები, შეიცვლება ქვეყანაც და დედამიწა შეიცვლება სხვაგვარი გახდება. იყვნენ წმინდანები, რომელთაც თავიანთი სიწმინდით ისეთ საზომს მიაღწიეს, რომ არც კი იცოდნენ მათ ცხოვრება ასე გძანებს, რომ არც კი იცოდნენ ბოროტება და ცოდვა თუ არსებობს ამ ქვეყანაზე. აი როგორი საზომი იყო ბოროტებას და ცოდვას ვერც ხედავდნენ, ვერც საერთოდ მათ გონებაში ეს არ ეხებოდა მათ გონებას. ვერც ხედავდნენ, ადამიანშიც ვერ ხედავდნენ, ვერავის ვერ ხედავდნენ. ეს შესაძლებელია, მაგრამ გვინდა ჩვენს ხშირად არ მივიდა. ჩვენ პირველ რიგში ჩვენ უნდა გავხსნით ჩვენს წმენასა და პატიოსან ცხოვრებაში. მართალი გავხსნით თავის სიმართლეში. სინდაბლითა და სიყვარული, ცოდვილი თავის სინანულში. ასევე სინდაბლითა და ღვთისმეტყველებით. და ამავ დროს უთხრათ ჩვენს ქმებსა და დებს, ვინც ჯერ არ არის მოსული ეკლესიაში, ამით ეკლესიას უყურებს როგორც რაღაც ცენზორულ ორგანიზაციას კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ მათ გონიათ, რომ ეკლესია ეს არის დაწესებულება. ეკლესია არ არის დაწესებულება. ეკლესია ეს არის ქრისტეს სხეული, რომელსაც გააჩნია თავისი ორგანიზაციული სტრუქტურა. მოციქულთაგან დადგენილი მათ მიერ. მაგრამ ეს არის მისტიური სხეული, ეს არის ქრისტეს სხეული და ასეთი იქნება ის მარადის. ასეთი იქნება ის მეორე მოშლამდე. ასეთი შეხვდება ის ქრისტეს. და უთხრათ იმას, ვინც ამას ვერ ხედავს, რომ მათთვისაც არის ერთი ადგილი ეკლესიაში. ადგილი მონანოთათვის, ადგილი სინდაბლით, ადგილი სიყვარულით. და თუ როგორი არის სიყვარულის სულიერი, გვინდა ეს გავიგოთ. ამაზე პასუხს მივიღებთ წმინდა წერილში, მივიღებთ პასუხს მოციქულთაგან. თუ გვინდა ვიცოდეთ ვინ მოაკვდება ცათა სასუფეველს, ამაზეც მივიღებთ ჩვენ პასუხს მოციქულის წერილებში. მე არ ვამბობ ამას, რომ ცოდვილები არ შევიდნენ ცათა სასუფეველში. ამას ამბობს თავად მაცხოვარი პირველად და ამას ამბობენ წმინდა მოციქულები. ამას ამბობს წმინდა წერილი, ძველი და ახალი აღთქმა.
გიევით სამბოლე და დღეს რატომღაც სულ ახალი რელიგიის დანერგვა, რელიგიის უზრუნველობისა და ყველაფრის აკეთების შესაძლებლობისა. რელიგიას უკიდურესი ლიბერალიზმის ეს არ არის მიმდინარეობა, ეს ხშირად მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე როგორც ახალი რელიგია ისე შემოდის და მას ჰყავს ხარდამჭერები, რომელიც ყველაზე მთავარ პრინციპებს საუკუნეების მანძილზე ხობს საზოგადოებაში იმ პრინციპებს უარყოფენ. დღეს ვიძახით ჩვენ დემოკრატია ეს არის ხალხის მმართველობა, უმრავლესობის მმართველობა. უმრავლესობა ირჩევს ხელისუფალს. მაგრამ დღეს ამბობენ, რომ არა, უმრავლესობა კი არ წვეთს, არამედ უმრავლესობა უმცირესობა მიცის თუ რა არის სწორი და რა სჭირდება უმრავლესობას და ის უდგენს კანონებს. და ესეთი უმცირესობის მიერ არის ასეთი ხშირად უზნეო კანონების დადგენა მათ მიერ ხდება. იმიტომ რომ არც საქართველოში, არც ევროპის ქვეყნებში, მრავალ ქვეყანაში, და იგივე ამერიკაშიც უმრავლესობას არ სურს უზნეობა. ამიტომაც ქრისტეს მიერ საყვარელმა ვიცოდეთ სიმართლე, დავინახოთ სიმართლე და მოვიტყუებთ თავს. არ არის ის დრო, რომ თავი მოვიტყუოთ. იმაზე უფრო ახლოს არის ჟამი, ვიდრე ჩვენ მგონია. სულ 25 წლის წინ იდევნებოდა სარწმუნოება და იდევნებოდა ეკლესია ჩვენს ქვეყანაში. გონია, რომ ეს ჟამი არ განმეორდება. სხვა სახე, სხვა იდეებით, სხვა ლოზუნგებით ჩვენ გონია, რომ ეს არ განმეორდება, შეუძლებელია ეს განმეორება. არ არის ასე. მაგრამ ვიცოდეთ, რომ თუ ეს მოხდა, ამაში იქნება ისე დიდება ეკლესიის. ამაში იქნება დიდება წამს, ქართველი ერის, რომელიც ქრისტეს ერთგული იყო. უმცირეს პერიოდებში თავის ისტორიის და ქრისტეს ერთგული დარჩება. იმიტომ რომ ქრისტეში ხედავს საქართველოს გადარჩენას და ქართველი ერის გადარჩენას. მეთმა დაგმოწ ქრისტეს მიერ საყვარელი. წმინდა ოჩხური ანდრია იყოს მეოხი და მფარველი, განუშვებელი მეოხი და მფარველი ჩვენი ერის და მის მიერ მოტანილი ლოცვა კურთხევა დედაფშობელისა იყოს მფარველი საქართველოსი აც და მარადის და ისამდე. ყველა ანდრიას ულოცავთ აგელოსის დღეს. მე უკვე დამიანებს ვთხოვ, რომ დავუწყოთ ჩვენი სამწო სიტყვით.
შაბათს წირვის შემდგომ 11 საათზე მცირე წყალბურთების მცირე აიასის წესი შესრულდება ჩვენს ტაძარში და ამის შემდგომ ჩვენი სამგელოება გავა ქალაქის უბნების დასავლეთით. მინდა გითხრათ, რომ ოჯახი ეს არის წმინდა მამები ამბობენ, რომ ოჯახი ეს არის მცირე ეკლესია. ოჯახი არის ერთ-ერთი დიდი სიწმინდე ადამიანისა და საზოგადოებისა. და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამას. გავაკეთოთ შესაძლებელი არის გაფრთხილება სწორი ცხოვრებით და ახალგაზრდობის სწავლებით. უნდა ვასწავლოთ ჩვენ ახალგაზრდებს ოჯახი როგორ უნდა შექმნა, როგორ უნდა წარვარდნა. ეს ამას ასწავლიდან შვილებს, მშობლები, ასწავლიდან პირველ ყოვლისა თავიანთი მაგალითი და შემდგომ თავიანთი სიკი. ამიტომაც უფროს თაობას მინდა უთხრა. დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ყველას ჩვენ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მივცეთ სწორი მაგალითი ცხოვრებისა და მივცეთ სწორი თარიღი. ეს არის აუცილებელი. ეს არის ჩვენი ერის კეთილდღეობის და გადარჩენის ერთ-ერთი საფუძველი. მერტმა დაბრძანდება ტარზეში და თქვენ შეგეძლებათ მისი თქვევა ყველას.
Alô, da Gafaré.